იყო რაღაცა კატეგორია კრებსების, რომელიც უნდა მოხვედრილიყო ჩუბინიძესთან. ანუ ივანიშვილთან. ხო და ეს ჩუბინიძესთან ხო რა თქმა უნდა ივანიშვილთან რა. აინტერესებს იმ კაცს რა, ვინ რითი ცხოვრობს, ვინ რითი იმას აშუქება ახლა. და მქონდა ესეთი შემთხვევა ერთ სიტყვით, რომ რომელიღაცა ნომერი ჩავთე, არ აქვს მნიშვნელობა ვისი იყო, გადავეკვეთე სხვა სამსახურს და როცა მივედი სამორიგეოში, სადაც უნდა გაარკვიო, რომ ანუ რატო არ შემომდის ზარი. სამორიგეო მეუბნება, რომ ეგო სუსაყავსო ჩართულიო რა და ჟურნალისტი არისო იმედისო და 30 ნომრით აყავთ ჩართულიო და ეხლა ამასო ვინ გაგიხსნისო შენო და ვინ დაგიპარალელებსო. ანუ 30 ნომრი. 30 ადამიანი გარშემო ყავდათ ერთი ჟურნალისტი ჩართული. აი ახლა რა უნდა გააკეთოს იმან, აი წარმოიდგინეთ, იმ ჟურნალისტის იციან დილას რო დგება, აი ყავას რანაირ ჭიქაში სვავს, როგორ ყავას სვავს, რას იცვავს, აი ყველაფერი იციან იმის გარშემო რა. ამ ჟურნალისტმა ზუსტად იცის რომ უსმენენ. სახში ნალაპარაკები თავისმა უფროსმა უთხრა სამსახურში. ის რაც ამან სახში ილაპარაკა. აი ზუსტად იცის რომ სახში ნალაპარაკები უფროს არ უნდა ცოდნო და მაგრამ ოტომ უთხრა თავის უფროს, ამ უფროსიდან გავიდა ინფორმაცია სადღაც ზევით, იმ ზევით ვიღაცამ დაურეკა ამ იმედის ალბათ დირექტორს ან ვიღაცას და ეს ინფორმაცია დატრიალდა და მივიდა ამ ჟურნალისტამდე და ანუ ამან ზუსტად იცის რომ უსმენენ. მაგრამ ნუ ხელფასები იმხელა აქვს რომ უღირთ რა, ერთ სიტყვით რა. ყველა ყავთ ეგრე რა.